ამ სივრცეში ვიღებ ბავშვებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და ვმუშაობ არტ-თერაპიაზე, ქვიშაზე, თიხაზე. ჩემი ბავშვობის ოცნება დაკავშირებული იყო ერთ-ერთ სფერო იყო ბავშვები და მეორე ტექნოლოგიები და ეხლა საბედნიეროდ ორივე ოცნება ამისრულებ. ბავშვთა მიმართულებითაც მუშაობ და ტექნოლოგიურ მიმართულებასაც დავუბრუნდი. მე ვარ თაკო ტაბატაძე და ვსწავლობ Python-ს. მაქვს სხვადასხვა სფეროში განათლება, სხვადასხვა მიმართულებით. მუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ვარ უცხო ენების ლექტორი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ლექტორი. ასევე მუშაობ ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ვარ ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ორ ადრეულ განვითარების აკადემიაში. არ იყო ჩემთვის საკმარისი და 16 წლის წვეტის მერე დაუბრუნდი უკვე მეორე წელია ეკონომიკურ ინფორმატიკას. ასე მოვხვდი Skillwheel-ში და დავიწყე თუნდაც Python-ის ერთ-ერთი პროგრამის შესწავლა. თვითონ Skillwheel დამაინტერესა იმ მხრივ, რომ 2 წლის მერე ვიღებდი თუნდაც დიპლომს, ბაკალავრის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 1 წლის მერე უკვე ავირჩიე Python-ი. Python-ი იმიტომ, რომ ბევრი სპეციალისტი არ არის Python-ის მიმართულებით, უფრო მეტად სხვა მიმართულებას ირჩევენ და back-ს უფრო ჭირდება, შეიძლება back-end-ს უფრო ჭირდება მეტი სპეციალისტი, ვიდრე რეალურად ეხლა არის, მით უმეტეს საქართველოში. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესოსთან ერთად ძალიან რთული აღმოჩნდა. რაც უფრო მეტად შევდიოდი სიღრმეში, მით უფრო მეტად რთულდებოდა. რასაც ველოდი, შეიძლება იმაზე მეტი ცოდნა მივიღე, ვიდრე რომ ონლაინ არის სწავლება და ონლაინ სწავლებას კიდე თავისი მინუსებიც აქვს, როცა ადგილზე არ ხარ. თუმცა ალბათ პროგრამირება არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთი სფეროც, რასაც ონლაინ ძალიან კარგად სწავლობ. ვერც წარმომედგინა, რომ შეიძლება ესე რთული ყოფილიყო თუნდაც კოდის დაწერა და რეალურად რამხელა ენერგია და რესურსია საჭირო, რომ ელემენტარული თქვა სოციალური ქსელი Facebook-ი იქნება თუ Instagram-ი იქნება, რადევს იმის უკან. ამან რეალურად მომცა იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი შემეცნო და გამომეცადა, ქონდა სპეციალური ლექციები, როდესაც შეგვეძლო, რომ თუნდაც რაც ვერ გავიგეთ, ვინც იყო ჩვენი ლექტორი, იმისთვის დაგვესვა ეს შეკითხვები და სრულიად ამომწურავად იყო მოწოდებული ეს პასუხები. მინიმუმ 4 ჯგუფური დავალებები ქონდა, რაც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ გაგვეცნო ერთმანეთი და team working ვსწავლობდით რეალურად. საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს პროგრამისტებს და თან ისიც პლუსია, რომ შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად შექმნა პროგრამა, დაწერო პროგრამა და იმუშაო. უკვე ფაქტიურად ბოლოში გავედი Python-ის შესწავლაში, თუმცა არ ვაპირებ ამით გაჩერებას. მინდა უფრო მეტი ცოდნა და დავაგროვო თუნდაც დამოუკიდებლად. პირველი რაც მინდა გავაკეთო, ჩემი სპეციალობები რაღაცნაირად გავაერთიანო და მუშაობ ბავშვთა მიმართულებით და პირველი რაც შეიძლება ვიოცნებოდა მქონდეს ოცნებაში საკუთარი გვერდის შექმნა. და ასევე თვითონ Skillwheel-საც აქვს იმის შემოთავაზებები, რომ დავასრულებთ კურსს, შეიძლება რეკომენდაციები გავუწიონ თავიანთ დაუშვათ დარჩენებულ სტუდენტებს და რეალურად ვცდილობ, რომ დარჩენებული სტუდენტი და კარგი სტუდენტი ვიყო და ნახოთ, გაჩერება ყოველ შემთხვევაში არ მინდა, რახან დავიწყე და გავაგრძელე ის, რაც საწყისი იყო ჩემი სპეციალობის, მინდა რომ ბოლომდე მივყვანო.